საქართველო აღარავის დაემონება. ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრისაგნით დააზიანა. ქრონიკის ინფორმაციით ერთ-ერთი ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე ლალი კეკუაა, თუმცა ის მომხდართან კავშირს უარყოფს. მმართველი გუნდის შეფასებით ბანერის დაზიანებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარი გარედან მართვაა. Ჩემთვის ამ წარწერაზე არავითარი პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის დამონებელი ერთადერთი ვინც ცდილობს ამ ქვეყნის დაჩოქებას არის რუსეთის ფედერაცია და თუ ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ იყო გადმოფენილი, მე ეჭვება რუსეთისაც წინააღმდეგოდ ყოფილიყო აქ მე შინაარსზე მეტად ალბათ თავად ამ აქტის განხორციელებელი ვინც იყო იმასთან ექნებოდათ ალბათ პრეტენზია. გაშიფრულია თავიდან ბოლომდე აი ეგრეთ წოდებული აქციის მონაწილეების და ვითომ სამოქალაქო სექტორის პროტესტი. თავიდან ბოლომდე არის დაფინანსებული სამწუხარო მოცემულობა ეს არის, მაგრამ ესეა ეს ძალადობრივი აქციები მიდიან ყველანაირ პროვოკაციებზე. ხო ხედავთ უკვე თვითონ ერთმანეთშიც ვეღარ ერკვევიან და ვეღარ თანხმდებიან რა ბანერი უნდა წამოწიონ წინ და რა ბანერი არ უნდა წამოწიონ. რაღაცებს თვითონ აზიანებენ, მერე სხვას აბრალებენ. აგრესიას ვერ მალავენ იმ განწყობის მიმართ რადიკალები, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის გაძლიერება. და ყოველ მხრივ ცდილობენ ეს საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოავლინონ, მათ შორის არის სწორედ აი ხალხის მიერ, მოქალაქეების მიერ განთავსებული ბანერების დაზიანება. კიდევ ერთხელ ამით ისინი საზოგადოებას ანახებენ თავის ჭეშმარიტ ნამდვილ სახეს, რომ არა ქვეყნის პატრიოტები, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალები არიან. ადამიანები, რომელიც თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან, სინამდვილეში ასეთ ბანერებს აზიანებენ, როგორც ჩანს მათთვის საქართველოს თავისუფლება კი არ არის თავარი არის მონობა, გააჩნია რომელი ქვეყნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და სუვერენული და არასოდეს გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ ქვეყნის გარეთ არ მიიღებოდეს.